გამარჯობა, მარია მალანია ვარ, პერინატალური ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და დღეს მინდა ვისაუბრო მარგარეტ ეტვუდის ხეულის წიგნზე. როგორ შევარჩია ეს წიგნი, ამას მოვუყვები მოკლედ. როდესაც ჩემ შულს ვკითხე, ხომ არ ახსოვდა ესეთი ჩემი საყვარელი, ესე ვთქვათ, წიგნის შესახებ, მითხრა რომ მე ესე მახსოვს, რომ როდესაც შენ ამ წიგნს კითხულობდი, ყველაზე მეტად იყავი ჩართული და თითქოს რო გელაპარაკებოდით, არც კი გესმოდა ჩვენი ნათქვამი და მართლა ესე წავიკითხე ეს წიგნი, თითქოს მთლიანად გადავედი იმ სამყაროში, რომელიც მარგარეტ ეტვუდმა შექმნა. ძალიან იმოქმედა ჩემზე და ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც, რომ მეც როგორც ქალს ძალიან მეხება ის თემები, რომელიც ამ წიგნში არის განხილული. ტოტალიტარულ რეჟიმზე არაერთი წიგნი არსებობს და არაერთი არაჩვეულებრივი წიგნი, ბევრი აქედან კაცების დაწერილია, ქალების ხმა ცოტა ნაკლებად ისმის ხოლმე და ის რომ ტოტალიტარული რეჟიმები ქალების მიმართ განსაკუთრებულად სასტიკია და განსაკუთრებულად ესეთი დამაზარალებელი, ეს ახალი ამბავი არ არის, რა თქმა უნდა. როგორც მარგარეტ ეტვუდის წიგნში, გარდა იმისა, რომ ნაჩვენებია ერთი ოჯახის მაგალითზე და ერთი ქალის მაგალითზე, რა შეიძლება ამ რეჟიმმა დამართოს ქალს, ამის გარდა არის ისეთ დეტალებზე გამოხულებული ყურადღება, რომელიც ხშირად ესეთ დიდ ეპოსის, ასე ვთქვათ, შემქმნელ წიგნებში თითქოს დაკარგულია ხოლმე. მაგალითად ისეთი დეტალები, რომელსაც აღწერს მთავარი გმირი, რომ მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ გამოიყენონ თავის მოვლის საშუალებები, ვთქვათ, ხელის კრემი არ აქვს და ისინი რაღაც კარაქს და ასე შემდეგ რაღაც საკვებ პროდუქტებს იყენებენ ხოლმე იმისთვის, რომ კანი დაიტანიანონ. თითქოს ძალიან დიდი ძალადობის ფონზე ესეთი წვრილმანები გაუფასურებულია, თითქოს კარგავს თავის მნიშვნელობას, გასაგებიც არის რატომ ხდება ასე, თუმცა ამ წვრილმანებისგან იქმნება მეორე დიდი დანაკლისი და მეორე დიდი ესე დეფიციტი, რომელიც შემდგომ თაობებში ძალიან მძიმე გავლენას ახდენს და მძიმე შედეგებს გვიტოვებს. ამ წიგნშიც არის ნაჩვენები, როგორ შეიძლება ქალი იქცეს, ასე ვთქვათ, სახელობის გამგრძელებელ ობიექტად, დაიკარგოს მისი ქალური მხარე, დაიკარგოს მისი სექსუალობა, დაიკარგოს, ვთქვათ, იმ სილამაზის, რაღაცა სიცოცხლის მუხტის არსებობა, გადაიფაროს, ესე რომ ვთქვათ და დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ მის ფუნქციად ბავშვის გაჩენა. და ასე ვთქვათ, ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს გონია, რომ ასეთი ქალების საშუალებით გაჩენილ ბავშვებს ისე გამოზრდის, როგორც მას სჭირდება, გამოიყენებს, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად და ასეც არის და ამითი მთლიანად მოსპობს იმ თავარ ღირებულებას, რისთვისაც ალბათ ადამიანი იბადება, ეს არის სიცოცხლის სიხარული და სიხარულის განცდა ცხოვრების განმავლობაში. თუ ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ ამ სიხარულის განცდა კარგავს, ეს სიხარულის განცდა ძალიან მცირდება, ჩვენს ფსიქიკაში ის ბნელი მხარე, ის ძალადობრივი მხარე კიდევ უფრო და უფრო იზრდება და შედეგად ვიღებთ ამ უსიხარულო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელიც ძალადობს პირველ რიგში საკუთარ თავზე, ამ სიხარულის ჩახშობით, შემცირებით, სიხარულის არ განცდით, ამის უფლებას ის თავის თავსაც არ აძლევს, რომ სიხარული განიცადოს და შემდეგ ესეთი ადამიანი თავის შვილებსაც და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც იგივე, ვთქვათ, ჭაობში ითრევს, რომ თქვენც ასე იყავით. აი ამ წიგნის მთავარი არ ვიცი, რაღაც მუხტი, რამაც მე დამიჭირა, იყო აი ესეთი ბოლომდე თითქოს შეგრძნება ამ ყველაფრის. აი როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ყველაფერი განიცადოს, როგორც საკუთარ ტყავზე და საკუთარ რაღაცა ძალიან ესეთ მკვეთრ შეგრძნებებამდე, ჩემთვის ასეთი იყო ეს წიგნი. და როგორც თქვი, ჩემ პროფესიასაც ნაწილობრივ უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენ საზოგადოებაში და არა მარტო ჩვენთან, სხვა საზოგადოებებშიც ვიცი, რომ მსგავსად ხდება. რომ ძირითადი ყურადღება არის ხოლმე გადატანილი აი ბავშვებზე, რამდენად ჯანმრთელია, რამდენად ვთქვათ, რაღაცა კარგად გრძნობს თავს და ასე შემდეგ და გვავიწყდება, როგორ არის დედა, როგორ არის ეს ქალი, რომელმაც ეს ახალი სიცოცხლე გააჩინა. და აი ჩვენ პროფესიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობის ამ მიმართულებაში, კონკრეტულად ამ პერინატალურ ჯანმრთელობაში, ეხლა ცოტა შეცვლილია ეს მოდუსი, აქცენტი გადატანილია ქალზე, გადატანილია დედაზე
და ვამბობთ, რომ პირველ რიგში დედა უნდა იყოს კარგად, ქალი უნდა იყოს კარგად, ის უნდა გრძნობდეს ფსიქიკურად ჯამრთელად თავს, ის უნდა გრძნობდეს სრულფასოვნად თავს, იმისათვის, რომ მომავალი თაობა, რომელსაც ის აჩენს, როგორც ახალ სიცოცხლეს, ისიც კარგად იყოს. ხო, აი ალბათ ეს ორი მიმართულება ქონდა ამ წიგნს, რის გამოც ის იქცა ჩემთვის ესეთ მნიშვნელოვან წიგნად, ერთი ეს პროფესიული მხარე, როგორც თქვი და მეორე პიროვნული მხარე, როგორც ქალს ასევე შემეხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ხო, და დღევანდელ მოვლენებთან მიმართებაშიც ალბათ შეუძლებელია, რომ ამისგან დისტანცირებული ვიყო და ვთქვათ ისევ საუბრობდე ამაზე. დღევანდელ მოვლენებთან მიმართებაშიც მგონია ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს ამ წიგნს, რომ ხშირად ჩვენ მგონია ხოლმე, რომ აი რაღაც ძალადობა, რაღაცა ვთქვათ, ესე ვთქვათ, ბნელი მხარის გააქტიურება ჩვენს ფსიქიკაში ან ჩვენს საზოგადოებაში შეეხება მხოლოდ რაღაც ჯგუფს ან ერთ ადამიანს. რეალურად ასე არ ხდება. ფსიქიკური კანონები ცოტა განსხვავებულია იმისგან, რაც ჩვენ რაციონალურად და მხოლოდ ჩვენი ცნობიერების ფარგლებში რაც გგონია, რომ გავიგეთ. რა ხდება რეალობაში? რეალობაში ხდება ის, რომ ეს არაჯანსაღი გავლენა საბოლოო ჯამში აზიანებს ყველას და ყველაფერს. ამ ბნელი მხარის გააქტიურება არ დატოვებს არავის, ესე ვთქვათ, ვისაც არ ჩაითრევს. ამ არაჯანსაღ წრეში. ამის გააზრება, ამაზე რეფლექსია მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის, ჩემთვის პირველ რიგში და მადლობა რომ კიდევ მომეცა ამაზე ლაპარაკის საშუალება, გახსენება ამ ყველაფრის და იმედი მაქვს რომ სხვა ადამიანებისთვისაც რაცა კარგი ბიძგის მომტანი იქნება.